გამარჯობათ მეგობრებო, დღეს ევროსკოპის სტუმარი არის ევროდეპუტატი მარკეტა გრეგოროვა. თქვენ მას კარგად იცნობთ, ის საქართველოს საკითხებზე აქტიურად მუშაობს. გადაწყვიტა მარკეტა გრეგოროვას მოწვევა, იმიტომაც რომ მან ცოტა ხნის წინ წერილი გაუგზავნა ევროკომისიის პრეზიდენტს ურსულა ფონ დერ ლაიენს BBC-ს საგამომძიებელთან დაკავშირებით და ინტერვიუსაც ამ თემით დავიწყებ. Thank you, Marketa, for this opportunity. გმადლობთ ამ შესაძლებლობისთვის. მინდა დავიწყო ბოლო ამბით, რომლის შესახებაც ქართულ საზოგადოებას უკვე აქვს ინფორმაცია. თქვენ გააგზავნეთ წერილი ევროკომისიის პრეზიდენტთან BBC-ს დოკუმენტური ფილმის შესახებ, რომელიც საქართველოს ეხება. კონკრეტულად რა ინფორმაცია ამ წერილში, რა პროცედურები მოჰყვება ამას და რას ელოდებით კომისიისგან. გმადლობთ მოწვევისთვის. ყოველთვის მიხარია, როდესაც მაქვს შესაძლებლობა პირდაპირ ვესაუბრო საქართველოს მოქალაქეებს. ეს არის წერილობითი შეკითხვები, რომლებზეც კომისია ვალდებულია უპასუხოს. შესაბამისად, უახლოეს კვირებში პასუხს აუცილებლად მივიღებ. რა თქმა უნდა, ნახავთ როგორი იქნება პასუხი, მაგრამ სწორედ ამიტომ ავარჩია ეს გზა. ძალიან მინდოდა გამეგო, რას გეგმავს რეალურად კომისია იმ ინფორმაციასთან დაკავშირებით, რომელიც BBC-მ წარმოადგინა. რადგან ეს არის დამოუკიდებელი გამოძიება და ის მკაფიოდ მიუთითებს, რომ შესაძლოა დარღვეული იყოს ქიმიური იარაღის კონვენცია და საერთაშორისო სამართალი. ეს არ არის უმნიშვნელო საკითხი. ეს არის უზარმაზარი პრობლემა, რომელზეც მსოფლიომ რეაგირება უნდა მოახდინოს. ასევე მიუხედავად იმისა, რომ კაია კალასმა და მარტა კოსმა გააკეთეს განცხადებები, რომ ძალადობა მიუღებელია, ეს საკმარისი არ არის. ამ საკითხმა რეალურად უნდა შეცვალოს ევროკავშირის მიდგომა საქართველოს მთავრობასთან მომიტინგეების მიმართ განხორციელებული ძალადობის გამო. მე კვლავ ვფიქრობ, რომ ეს ასევე შექმნის შესაძლებლობას სანქციების დაწესებისთვის იმ პირების მიმართ, რომლებმაც ერთი წლის წინ ეს ზიანი მიაყენეს მომიტინგეებს და ეს პროცესი სამწუხაროდ დღემდე გრძელდება. ამიტომ ჩემი პირველი შეკითხვაა, იქნება თუ არა კომისიის მხრიდან გამოძიება? ისინი დამოუკიდებელნი არიან და გამოძიების შედეგებზე დაყრდნობით იქნება თუ არა უფრო მკაცრი რეაგირება, სანქციები და ბოლო შეკითხვა, რა ხდება კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით? რადგან ყველამ ვიცით, რა მდგომარეობაშია დღეს საქართველო. ხელისუფლებისა და წარმომადგენლობის თვალსაზრისით პრაქტიკულად ღია კონფლიქტია ევროკავშირთან. ასეთ ვითარებაში რას ემსახურება კანდიდატის სტატუსი? ის არ ეხმარება საქართველოს მოქალაქეებს. ქართულ ხალხს სჭირდება სრულიად სხვა ტიპის დახმარება და არა სტატუსი, რომელიც ხელისუფლებამ პრაქტიკულად არაფრის სანაცვლოდ მიიღო. ამ შემთხვევაში აქვს თუ არა კომისიას მსგავსი გამოძიების ჩატარების ინსტრუმენტი, თუ ეს სხვა ორგანიზაციების პასუხისმგებლობაა? კომისიას ნამდვილად აქვს ასეთი ინსტრუმენტები, ისევე როგორც ევროკავშირი აგზავნის არჩევნებზე სადამკვირვებლო მისიებს, შესაძლებელია ინფორმაციის შემგროვებელი მისიის გაგზავნაც. ეს გულისხმობს დაზარალებულ ადამიანებთან საუბარს, შესაძლოა ექიმებთან, რომლებიც მათ მკურნალობდნენ, იმ შედეგებზე საუბარს, რაც მათ ნახეს. ასევე ექსპერტებთან კონსულტაციას ადგილზე და საერთაშორისო დონეზე, რომლებმაც იციან, რა ზეგავლენა შეიძლება ჰქონდეს მსგავსი ქიმიური ნივთიერებების გამოყენებას. ამის შემდეგ კომისია აკეთებს საკუთარ დასკვნებს. კომისიას აქვს ეს ძალაუფლება და გულწრფელად მიკვირს, რატომ არ გამოიყენა ის აქამდე. ეს მხოლოდ პოლიტიკური ნების საკითხია, პრიორიტეტების საკითხი. შეიძლება ითქვას, საქართველოს პრიორიტეტად აღქმის საკითხი. ვიცი, რომ ისინი სერიოზულად უყურებენ საქართველოში არსებულ მდგომარეობას, მაგრამ მაინც მეტის გაკეთებაა შესაძლებელი. თუნდაც უნგრეთისა და სლოვაკეთის მხარდაჭერის არარსებობის ფონზე სანქციების საკითხზე. რომ განვაგრძოთ ეს თემა, ძალიან საინტერესოა, რა უნდა გააკეთოს ქართველმა ხალხმა და პოლიტიკურმა აქტორებმა, რომ ეს საკითხი უფრო მაღლა აიწიოს საერთაშორისო დღის წესრიგში. როგორ შეიძლება გაიზარდოს ზეწოლა ქართულ ოცნებაზე, რომ მათ საბოლოოდ უპასუხონ მარტივ შეკითხვას, რა ნივთიერებები იყო გარეული წყალში?
დიახ, აბსოლუტურად გეთანხმებით. პირველ რიგში ეს საკითხი მუდმივად უნდა დარჩეს საზოგადოების ყურადღების ცენტრში. ყველა შეუძლია ამ ინფორმაციის გაზიარება სოციალურ ქსელებში. ყველა შეუძლია მისწეროს სკალას, კოს, პარლამენტის წევრებს. ჩემს წერილობით შეკითხვას უკვე აქვს რამდენიმე ხელმოწერა, მაგრამ საჭიროა მეტი ადამიანი, მეტი პოლიტიკოსი იცნობდეს ამ საკითხს, რათა მათ შემდეგ უბიძგონ გამოძიების დაწყებას. ასევე არსებობს საერთაშორისო ინსტიტუტები. შესაძლებელია სხვა ქვეყნის მხარდაჭერის მოძიება ევროკავშირის შიგნით ან მეზობელ ქვეყნებში, რომელიც ამ საკითხს მაგალითად ჰააგის საერთაშორისო სასამართლოში დააყენებს. როგორც ეს ვნახეთ სხვა შემთხვევებში, მაგალითად პალესტინასთან დაკავშირებით. ჩვენ ვიცით, რომ სამხრეთ აფრიკამ დააყენა გენოციდის საკითხი, რადგან თავად პალესტინას ამის შესაძლებლობა არ ჰქონდა. საქართველოს მოქალაქეებსაც შეუძლიათ მიმართონ სხვა ქვეყნის წარმომადგენლებს, რომ დაეხმარონ საქმის საერთაშორისო სასამართლოებში გატანაში, მათ შორის ადამიანის უფლებათა სასამართლოებში. ასევე შესაძლებელია საკუთარი გამოძიების დაწყებაც. მე ვცდილობ ამის გაკეთებას კომისიის დონეზე. საბოლოოდ ეს ხალხზეა დამოკიდებული. ფიქრობთ თუ არა, რომ ქართულმა ოცნებამ მიაღწია მიზანს, არის თუ არა საქართველოს საკითხი დღეს ევროკავშირის დღის წესრიგში თუ ის გაქრა? ჩემი აზრით ჯერ კიდევ არის საკმარისად. მე ძალიან კრიტიკულად უყურებ იმას, თუ რამდენად მცირე ყურადღება ეთმობა საქართველოს. ეს ჩემი აზრია. თუმცა არსებობს სიგნალები, რომ ქართულმა ოცნებამ ბოლომდე ვერ მიაღწია მიზანს. მაგალითად, როდესაც კაია კალასი დაინიშნა კომისიის ვიცე-პრეზიდენტად, მისი პირველი ნაბიჯი იყო სანქციების ინიცირება ქართული ოცნების წინააღმდეგ გაყალბებული არჩევნების გამო. სამწუხაროდ ეს უნგრეთმა და სლოვაკეთმა დაბლოკეს, თუმცა ცდელობა ნამდვილად იყო. მე ასევე ვიცი, რომ კომისია ღიაა ქართული არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ჟურნალისტების დაფინანსებისთვის. რა თქმა უნდა, ეს მგრძნობიარე თემაა, რადგან ევროკავშირის დაფინანსების მიმღები ხშირად ხელისუფლების სამიზნე ხდება, მაგრამ ეს შესაძლებლობები მაინც არსებობს. ახლახან მაგალითად სახაროვის პრემია მიენიჭა მზია ამაღლობელს. ესეც ძლიერი სიგნალია ევროპარლამენტისა და სხვა ევროპული ინსტიტუტების მხრიდან, რომ საქართველოს საკითხი არ დაუვიწყებიათ. სახაროვის პრემიას ყოველთვის ჰყავს ძალიან ძლიერი კანდიდატები, ამიტომ ის ფაქტი, რომ მზიამ მიიღო ეს ჯილდო, ძალიან მნიშვნელოვანი სიმბოლოა. ასე რომ არა, მათ ჯერ ვერ გაიმარჯვეს, მაგრამ თუ ევროკავშირი გააგრძელებს პასიურ მიდგომას, შესაძლოა მომავალში მათ მიაღწიონ წარმატებას. But if the EU keeps doing as little as they do, then they might succeed, yes. European leaders say that enlargement is now a priority for ევროპელი ლიდერები ამბობენ, რომ ევროკავშირის გაფართოება ახლა მათთვის პრიორიტეტული საკითხია. ეს სრულად შეესაბამება ქართველი ხალხის სურვილს, მაგრამ ქართული ოცნებების ქმედებები საპირისპიროს აჩვენებს. სად ხედავთ გამოსავალს? პირველ რიგში პასუხისმგებლობა ევროკავშირზეცაა. გაფართოების პროცესი არ ნიშნავს მხოლოდ შეკითხვას, გინდა თუ არა გაწევრიანება. ეს არის რეფორმების მხარდაჭერა. მართალია მოქმედ ხელისუფლებასთან ეს თითქმის შეუძლებელია, მაგრამ შესაძლებელია სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერება იმ სფეროებში, რომლებიც ნაკლებად კონფლიქტურია. მაგალითად, სოციალური საკითხები, ქალთა მხარდაჭერა ოჯახური ძალადობის წინააღმდეგ. ამ მიმართულებით ევროკავშირს შეუძლია საქართველოსთან დაახლოება ხელისუფლების პირდაპირი წინააღმდეგობის გარეშე. მეორე ნაწილი კი ისაა, რაზეც უკვე ვისაუბრეთ. ევროკავშირმა უნდა გაამკაცროს დამოკიდებულება ქართული ოცნების მიმართ. ჯერ კიდევ არსებობს მოსაზრება, რომ ამ ხელისუფლებამ შეიძლება აზრი შეიცვალოს. მე ამას ეჭვის თვალით ვუყურებ. თუ ევროკავშირი მიიღებს ამ რეალობას, რომ მოქმედ ხელისუფლებას არ სურს ევროკავშირში გაწევრიანება, მაშინ ცევაც უნდა შეიცვალოს. მნიშვნელოვანი
მათგანი დაფინანსება უკვე შეჩერებულია, განსაკუთრებით რეფორმებთან დაკავშირებით, მაგრამ საერთო ჯამში ევროკავშირი კვლავ უგზავნის საქართველოს მთავრობას დიდ თანხებს, რომლებიც ხშირად მათი ინტერესებისთვის გამოიყენება და საბოლოოდ თავად ევროკავშირს აზიანებს. ეს უნდა შეწყდეს, უნდა დაწესდეს სანქციები, ხელისუფლებამ უნდა იგრძოს შედეგები იმაზე, რომ არ სურთ არაფრის გაკეთება ევროკავშირთან მიმართებით და ზიანსაც კი აყენებენ. სხვაგვარად რისთვის ვარსებობთ საერთოდ. ქართული ოცნება მუდამ აცხადებს, რომ მათი მიზანია ევროკავშირის წევრობა 2030 წლისთვის. როგორ აუხსნათ ჩვენს მაყურებელს, რომ ეს არ შეესაბამება სიმართლეს? ფიქრობ აუდიტორიის დიდმა ნაწილმა იცის, რომ ქართულმა ოცნებამ მიიღო არაერთი კანონი, რომელიც ეწინააღმდეგება ევროპულ სამართალს, განსაკუთრებით სასამართლოს დამოუკიდებლობის კუთხით. ნაცვლად გაუმჯობესებისა, კონტროლი კიდევ უფრო გამკაცრდა, გამჭირვალეობა შემცირდა. მედიაზე კონტროლიც გამკაცრდა. უცხოური აგენტის კანონი ზღუდავს მედიის დაფინანსებას, მიმდინარეობს დისკრედიტაციის კამპანიები. შეიძლება არ მოგწონდეთ რომელიმე მედია, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ მას ლაპარაკის უფლება არ უნდა ჰქონდეს. დემოკრატიაში უნდა არსებობდეს მედია A, B და C. თუ B-ს და C-ს ტერორისტებად აცხადებ და გძალავ, მაშინ უნდა დაუსვა თავს კითხვა, რატომ? რა თქვეს ისეთი? უბრალოდ ხელისუფლების ნარატივს არ დაეთანხმნენ? მაშინ ეგ თავად ხელისუფლებაშია საქმე. ეს ყველაფერი ეწინააღმდეგება დემოკრატიას და ევროკავშირის ღირებულებებს. ევროკავშირი შეიძლება ბიუროკრატიული იყოს, მაგრამ ეს ბიუროკრატია კომპრომისის მიღწევას ემსახურება. ეს არის დემოკრატია. დიახ, ჩვენ დიდი კავშირი ვართ, 27 წევრი სახელმწიფო ძალიან ბევრია. ამიტომ საუბარი ყოველთვის რთულია. მაგრამ იცით, საქართველოშიც კი მსგავსი მდგომარეობა. დიალოგი უბრალოდ არ არსებობს. ოპოზიცია პარლამენტში არ არის, ერთმანეთთან არავინ საუბრობს და როგორც იცით, ხელისუფლების განცხადებები იყო, რომ ისინი ოპოზიციის აკრძალვას აპირებდნენ. დაწყებულია პოლიტიკური წარმომადგენლებისა და მედიის წარმომადგენლების ციხეში ჩასვლა. თულია, მაგრამ ეს არ არის დემოკრატია. ამიტომაც ქართულ ოცნებას არ სურს ევროკავშირში გაწევრიანება. რა გზავნილი გექნებათ მათთვის, ვინც დღეს ციხეშია ან ქუჩაში დგას? პირველ რიგში მათ, ვინც ციხეშია. თქვენ უკიდურესად მამაცი ადამიანები ხართ. ვიცი, რამდენად რთულია ეს. მე ვესაუბრე ბელორუსის პოლიტიკური პატიმრებს 20 წლის მოვლენების შემდეგ. მათი მოძრაობა ჩაახშეს, ვინც ქვეყნიდან წამოვიდა, დღესაც იმეც ინარჩუნებს და კიდევ უფრო ხმამაღლა საუბრობს. გთხოვთ, თქვენ შეინარჩუნოთ გამძლეობა. სხვა ქვეყნებიც იგივე გზაზე არიან, მაგალითად ბელორუსი, მაგრამ მუდამ ასე ვერ გაგრძელდება. ყველაფერი დომინოს პრინციპით დაინგრევა. როდესაც უკრაინა ჩვენი დახმარებით პუტინს დაამარცხებს, ეს დომინოს ეფექტს მოახდენს საქართველოსაც, რადგან ქართული ოცნება ყველაფერს რუსეთის შიშში აშენებს. თუ ეს შიში გაქრება, სვლა იქნება ევროკავშირისკენ. მათ ვინც ქუჩაში დგას, თქვენც ძალიან მამაცები ხართ. თვალს ვადევნებ ყველაფერს ბისქაიზე, ფოტოებს, სიცივეში თქვენ დგომას, ეს თამბეჭდავია. სწორედ ამიტომ მივწერე კომისიას, სწორედ ამიტომაც დავაყენე წერილობითი შეკითხვა, რადგან მეც ვცდილობ აქედან გავაკეთო მაქსიმუმი, რაც შემიძლია. იმიტომ რომ როგორც იცით, კანდიდატის სტატუსი უკვე ვახსენე. ვფიქრობ, რომ ეს სტატუსი უნდა შეჩერდეს და კალასი, კოსი და სხვა მაღალი რანგის წარმომადგენლები საქართველოში უნდა ჩამოვიდნენ და თქვენთან ერთად რამდენიმე დღე გაატარონ ქუჩაში. რადგან ვფიქრობ, რომ ეს არის ის, რაც დღეს საქართველოს მოქალაქეებს სჭირდებათ. არა კანდიდატის სტატუსი, არამედ ევროკავშირის აღმასრულებელი პირები, რომლებიც პირადად ეტყვიან მათ, რომ მათზეა ფოკუსი, რომ ისინი არიან პრიორიტეტი და რომ ევროკავშირი რეალურად დაეხმარება მათ. Thank you so much. Thank you for this opportunity. Thank you.